და ჩვენი ბოლო ინფორმაცია თბილისის ზღვაზე სტარტი აიღო თბილისის მარათონი 2012-მა შეჯიბრი 2, 5 და 21 კილომეტრიან დისტანციაზე მიმდინარეობს. პირველ მათგანში 16 წლამდე მოზარდები არიან ჩართული, მეორეში კი პროფესიონალების ერთად მოყვარულებიც მონაწილეობენ, სულ 400 სპორტსმენი. გარბანი კომპანია ჰაიდელბერგის თაოსნობით და მძლეოსნობის ფედერაციის პარტნიორობით იმართება. გამარჯვებულებს ფასიანი პრიზები გადაეცემათ. მარათონს, რომელიც ამ წუთებშიც მიმდინარეობს, საერთაშორისო მძლეოსნობის ფედერაციის წარმომადგენლებიც ესწრებიან. მნიშვნელოვანი არის, რომ გარდა ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდისა, ამ აქციას აქვს საქმიანობრივ ხასიათიც, რადგანაც სარეგისტრაციო მოსაგრებლიდან შემოსული თანხა მონაწილეზე 10 ლარის ოდენობით, საზრჯამში არის 500 მონაწილეზე მეტი, გაორმაგდება ჰაიდელბერგ ცემენტის მხრიდან და ეს თანხა გადაირიცხება საქველმოქმედო ფონდ კიევნანაში. ნაწილობრივ ველოდი გამარჯვებას, კარგად ვიყავ მომზადებული. გამიჭირდა სიმართლე გითხრათ, მაგრამ მაინც მოვახერხე და გავიმარჯვე. რთული იყო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ საქართველოს ნაკრების წევრები გამოდიოდნენ. მოხარული ვქრები თუ ესეთი ღონისძიებები ხშირად